მეგობრებო, ეხლა მეორე კარის გავხსენით. მეორე კარის გახსნაც მოხდა. გადაუზიარეთ მეგობრებს, რაც ეხან ლაივი ჩავწერე, სადაც უშგულშია ერთი კარი და ეხლა მეორე კარი უნდა განახოთ სად არის და როგორ წერია ეს ჩვენს ანბანში. აი ეს უნის შინგულში ხო არის კარი თამარის აკლდამა. აი ეხლა ნახეთ. ნას ინას არიძე არის ჩემი გვარი, ნასარიძეც ჩემი გვარია, იმიტომ რომ ნასარიძე იყო ბაბუა, ხო, თქვი ეს წინა ლაივში. ეხლა მივედით ტართან. თუ ეს უკუღმა წავიკითხეთ, მაშინ აქაც უკუღმა უნდა წავიკითხოთ და ნახეთ რატ იანები, ალბათ რატიანები არიან კავშირში ამასთან, რომლებიც მიიყვანენ ნუნისთან. ნუნისი. ნუნისი. ესე იგი, ორი კარის გახსნა მოხდა. ერთი არის ნუნისში და ერთი არის უშგულში. და მესამე ვიპოვოთ ახლა. სამი კარია. უпростоრად საერთოდ 4 კარია, იმიტომ რომ 3-4-ია. მოიცა? 3-4. 3-4. ოკეი. 3-4-ია. 3-4-ია. კაი, გავიგეთ. ვიპოვე. 3-4-ია. ეს 1, ეს 2, ეს 3. ესენი არიან დონი, ონი და უნი. ერთი არის ნოდში, ერთი თაღი არის ნოდში, ერთი არის ნო, ონში, ანუ ნო, ერთი არის ნუნისში, არა, 4 კი არა, უფრო მეტია, კაცო, მოიცა, ერთი წუთი. ერთი წუთი, ახლა ნახეთ. 8 კარია. ერთი დონშია და მეორე ნოდშია. დონი არის ჯვარზე, ჯვრის მონასტერზე, მცხეთაში. ეს დონი არის ჯვარზე. მერე ნოდში, ქალაქი ნოდი არის აქ საერთოდ საქართველოში. ქალაქი ნოდი უნდა იყოს სადღაც, სადაც ერთი კარია კიდე შესასვლელი. აქ ორი კარია, ეს ორს ხსნის. ეხლა აქ წავიდეთ. ერთი არის ონში და ერთი არის აი ეს ნო რა არის? სნოში? ონში და კიდე ერთი ადგილი უნდა იყოს, რაც ნოზე იწყება. ან სნო, ან კიდე ან წინ დავამატოთ ს და ნო გამოდის, ან კიდე ნოზე იწყება და რაღაც ვერ ვიპოვე. კაი, ვერ ვიპოვე, ჩემ თავში არ არის ახლა. აი ეს არაფერს არ მეუბნება, უკუღმა წაკითხული. კარგი. ნახეთ რა ხდება ახლა რა. აი ესე რო დონში ესე რო იკითხება, ესენი არიან ქართველები. ესე რო იკითხება, ესენი არიან ებრაელები. ესე იგი, ნოდში შევლენ ებრაელები, დონში შევლენ ქართველები. ონში შევლენ ქართველები, ნოდში, ხო, ისევ ნოდში, ესე იგი ნოდი. შეიძლება ნოდიც არის აქ კავშირში, იცი? ანუ ამ ნოდში ორი კარი არის. ებრაელებისთვის. ეხლა წავიდეთ უნში შევლენ, უნიში, ანუ უშგულში შევლენ ქართველები, ნუნისში შევლენ ებრაელები. მე ესე აღვიქვი რა. იმიტომ რომ ებრაელები კითხულობენ მარჯვნიდან მარცხნივ, ჩვენ ვკითხულობთ მარცხნიდან მარჯვნივ.
ესე იგი ქართულ ენაზე მოლაპარაკე ებრაელები, რომლებიც ის 154,000 რჩეული იქნება, ესენი ყველანი შევლენ აი ამ ქალაქებში, ახლა მე რაც გითხარით, მანდ ექნებათ კარი ღია, როდესაც მოვა ის დრო, უკვე დასასრულია დედამიწის მეგობრებო, სამწუხაროდ ჩვენ დედამიწა მოვკალით. სამწუხაროდ სანამ დედამიწა აღდგება თავისავს აღიდგენს, ანუ ნახეთ ჩვენ დავიბადეთ, ან დანის დასმა მოხდა. ვინანეთ რაღაც რა. აი აქ წერია რომ რაღაცა ვინანებთ და ვინ შეინანებს შევა სასუფეველში. ანუ ქართველიც და ებრაელიც. ებრაელი ქართულ ენაზე მოსაუბრე, ვინც ახლა გაიგებს მე რასაც ვლაპარაკობ, ის შევა, ესე იგი გაგითხარით სად? ნოდში, აქაც ნოდში, ან სნოში, ან ნოდში და აქ კიდე საწავიდა ნუნისში. ესე იგი ნუნისში, ნოდში და სნოში ან ნოდში შევლენ ებრაელები. დონში, ონში და უნის უშგულში შევლენ ქართველები. ანუ სულ არის 8 კარი. 8 კარია სულ საქართველოს მიწაზე. აქ არ შეუშვებენ მეგობრებო იმ ხალხს, ვინც ენას ვერ ფლობს. არ შეუშვებენ, შანსი არ აქვთ. რაღაცა მოხდება, სავარაუდოდ ატომური ომი მოხდება მეგობრებო რა და გადაერჩება მხოლოდ ის რჩეული, რომლებიც ილაპარაკებენ ამენით. ეხლა მე ვხვდები რაც ხდება, ანუ რასთანაც მივდივართ. და სანამ დედამიწა არ აღიდგენს თავის ძალებს და არ განიწმინდება, სავარაუდოდ ჩვენ ვეღარ ვიხილავთ ამცას. მალე მოხდება ეს მეგობრებო, 2031 წლის ბოლომდე უკვე პორტალები, ეგენია პორტალები, შემცვლელი და გამსვლელი პორტალები. ეხლა გავხსენი ზუსტად თქვენ თვალწინ. ნინო რო გავა მეუბნება ერთხელაც არ გაგიზიარებიაო. რა ნინო რა? ხო და ამიტომ ჩემო კარგებო ვაუ. სამი ოთაღი. სამი ოთაღი არის ესე იგი ჯვრის მონასტერზე მეგობრებო რა, იქ ხო ებრაელებს აქვთ მონიშნული ჩასასვლელია იქ და მთელი ამბებია. ჯვარზე ჩავლენ ქართველები. მოკლედ შეიძლება ესე არ დალაგდეს რომ ქართველები და ებრაელები იქ და ქართველები აქ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნახე როგორ ხდება რა. აი ამ 8 კარში გაივლიან ქართველებიც და ებრაელებიც, ვინც ამენით საუბრობენ. გახსოვთ ქრისტე ამბობს სახარებაში, ანი და ჰოევარო და აქ მეძიეთ მეო და ბოლო ჟამსო დაიწყებენო უცხო ენაზე საუბარს ის ხალხიო და ქრისტეს სიტყვებით ილაპარაკებენო. აი ეს არის უცხო ენაზე საუბარი, ხა რასაც გეუბნები და ლაზარის აღდგომაც ეს არის, ლოდის გადაგორებაც ეს არის მეგობრებო. და ამიტომ ყველას გეუბნებით რა, წამოდით საქართველოში, აუცილებლად დაიწყება ატომური ომი. ეხლა უკვე ვხედავ რომ ეხლა ზუსტად 100% შემიძლია ვთქვა რომ ატომური ომი დაიწყება. აუცილებლად შესასვლელებით ქართველს ქართული ენით საქართველოში აქვს. და წამოდით საქართველოში. კარი გახსნილია უკვე, ეხლა გაგიხსენით ზუსტად კარი ლაივში. ამას ვერ დაგიკეტავენ თქვენ.
ამას თუ დაგიკეტავენ თქვენ დამერწმუნეთ რომ ვერც იქ შიგნით ვერ გადარჩება ვერც ერთი სულიერი აი დამერწმუნეთ მაგაში რა და აი ეს იქნება თამარის გემი მერე რა და ნოეს კიდობანიც ეგ არის თამარის გემი რომელიც გადასარჩენად მოემზადება აუ როგორ გული მწყდება რა ესე იგი განადგურდება დედამიწაზე ყველაფერი განადგურდება აი ბოლო კანში ვართ ჩვენ უკვდავებაში გადავალთ ვინც მოვიპოვებთ იქ შესვლის უფლებას კარი ღიაა ყველას არ შეუშვებენ და სავარაუდოდ წინა ლაივში როგორც ვთქვი თამარი აირჩევს ვინ შევა და ვინ არა თამარი არის ქრისტეს ის სასწლო რომელსაც ჩვენ ამდენი ხანი ვფიქრობდით ვინ არის ქრისტეს სასწლო და ქრისტეს სარძლო არის თამარი სარძლო და არა სასწლო იმიტომ გვითხრეს გამზადეთ მაცხოვრის საპატარძლო სუფრა 220 თმა ხო ნახეთ ესეთი ლექსი ჩამოიტვირთა ნახეთ 800 წელზე მეტია თამარ მეფის აკლდამა სადღაც გადაკარგულში საძებარი გამხდარა მოახლოვდა ვერ მყარი ვარ მაკავრა მოახლოვდა დღე აღდგომის ვისაც გინდათ იცინეთ თამარ მეფეს სამს დავითვლეთ მითქავ უფრო კარგად შემიძლია სიმღერა ნახე 800 წელზე მეტია თამარ მეფის აკლდამა სადღაც გადაკარგულში საძებარი გამხდარა არ შემიძლია მეგობრებო ეს სიმღერა გადავირი მუსიკის გარეშე საერთოდ არ შემიძლია ჩავთოთ ეგ სიმღერა თუ ვერ მღერი ვარ სუნოს ვამღეროთ ბავშვებო ჩემი ტელეფონი სად არის მოახლოვდა დღე აღდგომის ვისაც გინდათ იცინეთ თამარ მეფეს სამს დავითვლით მის კავით კი ერთით მეც 2026-ში გამობრძანდეს უნდა გამზადეთ მაცხოვრის საპატარძლო სუფრა 220 თმანაცნავი ოქროს ბურთულებით ოქროსია კაბის ფასი და ოქროზე მეტი ლა 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 ხო გამახსენდა ახლა მელოდიად აი გვითხრეს ლა 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 სხვა ვერავინ ვერ ჩაიცმევს თამარს თვითაცვია უკვე აღმდგარიაო თანაც მაგას გულმ სხვა ვერავინ ვერ ჩაიცმევს თამარს თვითაცვია გამომეცალა ძალა რატო ვერ მღერი ვარ დავიღალე და იმიტომ უნდა ვიმღერო როასელზე მეტია თამარ მეფის აკლდამა სადღაც გადაკარგულში
საძებარი გამხდარა სადღაც გადაკარგულში საძებარი რა ძნელი სიმღერაა რა დამიწერა სულომ კაცო გადავიდე მოახლოვდა დღე აღდგომის ვისაც გინდათ იცინეთ თამარ მეფეს სამს დავითვლი მის კაბით კი ერთით 2026-ში გამობრძანდეს უნდა გამზადეთ მაცხოვარის საპატარძლო სუფრა 220 უნდა ვიმღეროთ ერთად ხალხო არ მომიტანეს ტელეფონი უნდა მოგასმენინოთ ეს სიმღერა მე ვღერი ვარ და სხვაგან ხო უნდა მოგასმენინოთ ბავშვებო მე რო გითხარით ჩემი ტელეფონი მომიტანეთ მეთქი ზეწერი ხეთ სიყვარლები ხართ ძალიან ეს სიყვარლები ხართ თქვენ არ მომიტანეთ და მე უნდა მოვიწებნო ახლა გამზადეთ მაცხოვარის საპატარძლო სუფრა მეგობრებო ხო ხდებით რომ შოქში ვარ ინფორმაციები გავხსენთ მაგიზე დავატირე რა ეფუთი რის ეფუთი აგერ ქონია თურმე ეფუთი და აგერ ყოფილა თურმე ეს ტელეფონიც ტიტუ როდესაც სხვა განზომილებებში დაფრინა ძალიან რთულია მოექცე ერთ განზომილებაში შემდეგ ჩამოიტვირთო და შემდეგ განმოიტვირთო 2026-ში ეს კარგად შემიტა ის ვერ მიმღერე ის ცოტა რთული ძალიან რთული სიმღერაა ეგ რაც დამიწერა სულომ და არ შემიძლია ბავშვებო ძალიან გთხოვთ რა სკოლობანას თამაშობენ ახლა ისინი და უეყვიან ჩუმათო ერთად ვიმღეროთ მეც გავავარჯიშებ რამდენი ხანი არ მივარჯიშია ხმა არ მივარჯიშია თამარ მეფის აკლდამა ქვია ამას თამარ მეფის კაბა უბრალოდ თამარ მეფის კაბა სუნოში სიმღერები რომ გააქრეს როგორ მოვძებნო სოფო ყველა გამქრალია მე რამდენიმე სიმღერა კი იმას ვქენი რა ქვია ამოვიღე მანდედან მაგრამ ჩაგირთავ ისევ თუ ისინია მაგრამ ბევრი უცნაური რაღაცა ხდება ამ სუნოში ვერ გავიგე რა ხდება ნახე თამარ მეფის კაბაზე ჩავიდეთ თამარ მეფის კაბა Dedi kolla vimgără, la vicropină. Was till the media
თამარ მეფის აკლდამა სადღაც გადამალულში საძებარი გამხდარა მოახლოვდა დღე აღდგომის რისაც გინდა თიცინეთ თამარ მეფეს სამს დავითვლილის გავით კი ერთით მე თამარს თვითაცვია ახალია ძველის მსგავსი უკვე აღმგარია ველოდება დიდი შუმალე გაგვირდებით როგორ შეძლო თამარმა და ფლია საგვირველი ეს მეორე ვასელზე მეტია თამარ მეფის აკლდამა სადღაც გადამალულში აი ეს ვიმეცადია საძებარი გამხდარა მოახლოვდა დღე აღდგომის რისაც გინდა თიცინეთ თამარ მეფეს სამს დავითვლის გავიქ ერთით მე 2026 გამობრძანდეს უნდა დამზადეთ მას ხვარი საბადარძლობს უფრო 220 მანაცნავი ოქროს ბურთულები ოქროსი აღგაბის ფესი გაბროზე მეტი სხვა ვერავინ ვერ ჩაიცნობს თამარს თვითაცვია ახალია ძველს მაგავსი უკვე აღმგარია მეგობრებო გავთიშავ ახლა თუ გინდათ მოусმინეთ ჩემს ვიდეოებს ჩემს მუსიკებს სუნოზე სახში შეგიძლიათ ეს თქვენ განახორციელოთ თუმცა ახლა ჩვენ გავხსენით კარები კარი არის ესე იგი როგორც დონში ისე ნოდში ქალაქი ნოდი ონში ისე ნო რაღაცაში ან სნოში ან აი ონთან ცოტა ვერ ვთანხმდები იმ საკითხში რა შეიძლება
გულისხმობდეს უნში, ესე იგი ნულში, ნუნისშიც, როგორც ტარიელი, ისე რატიანი, რატიანები თამაშობენ რაღაც როლს. რატიანები, ნასარიძეები, მე ჩავდებ ჩემს ნასზე კიდე სხვა რაგვარი, ნასრაძეები, ნასარიძეები. ნახე ერთი რაღაც დამჭა კიდე აქ გასარკვევი რა. აი აქ დამჭა ეს ხო ფონი ჭალაა ესე წაკითხული და აი ესე უკვე ილა ჯინობ ილნობ აი ესე წაკითხული ვერ ხვდები რას ნიშნავს რა. ეს აწაშალეთ, იმიტომ რომ მისმინეთ ახლა როგორ არის დაალაგებული. ეს არის ვიღაცი დაალაგებული, ვინც დაალაგა არ ვიცი ვინ, მაგრამ ხელში ჩამივარდა და არის აგერ არაწერია. აი აქ არაწერია, ვიში გაკეთებულია ეს. ხო და აი ეს ალი რო არის აქ ფონი ჯალი დააწერა, მაგრამ ეს აქ არ ეკუთვნის, იმიტომ რომ აი ნახეთ აქ არის ლი. ხოლოდ ამას ლი ქვია მარტო. ლი. და ლი ნოფ. აი ეს ლი ნოფ რამეს გეუბნებათ თქვენ მეგობრებო? ლი ნოფ. ლინოფარი. არა, უბრალოდ ლინოფ კი არა. ილნოფ. რამეს გეუბნებათ ილნოფ? ფონლი. დავიღალე რა, ამ სატან ჯუელში გაერკვეს კიდე 154,000 ებრაელი. მე იცი რისი მიკვეს ხოლმე მეგობრებო. აი ნახე, მე რისი მიკვეს და ადამიანის აი ამ მდგომარეობის როცა რაღაცას თვითონ გაიგებს და არავინ არ გაიგოს, ხონტი ჯოაჯდება ზეთ. აი ესეთი სულის კვეთების ადამიანი გულს მიხუთავს. აი ვერ ხვდები. რატო ვერ თავისუფლდება, მაგას ვერ ხვდები. და როდესაც გათავისუფლდება ის აი ამ ცნობიერებისგან, რომ მარტო მე არა მეულიდან. ხო? გადავა უკვე ქართველებში. ანუ ქარი გახდება რა, ქარი, როგორც ქრისტანი და ელი, ანუ ქრისტარიელიო, ანუ ქრისტე რომ ტარიელია. ეხლა კიდე რაღაც ინფორმაცია გამეხსნა. მაგრამ აი ახლა რა ჩვენ ვიცით რომ ყველაფერი დასრულდება. ეს თამაში სრულდება. დედამიწა მართლა განადგურდება. ამ დედამიწაზე ვინც აი აქ გარეთ ვინც დარჩება, რატო იყო ეს შიდა ქალაქები გაკეთებული, იცით? იმიტომ რომ ეს ომები, ატომური ომები მარტო დღეს კი არ ხდება, იცით რა მხოლოდ ცივილიზაციები არის განადგურებული და იცი რამდენჯერ ახლიდან დაიწყო კაცობრიობამ და რამდენჯერ ახლიდან გამოიგონა ეს საზიზღრული ატომური ომი და რამდენჯერ დაამსხვრია ერთმანეთს თავზე ყველაფერი, რასაც ყოფილი ქონდა და საწყალი დედამიწა რამდენჯერ უნდა დაისვენოს, ახრიდან აღდგეს ისევ. და
მე რას ვფიქრობ, იცით მეგობრებო, აი დაიკიდეთ ყველაფერი რა. თქვენი ფული იქ არაფერს არ ვერც სახლებს ვერ წაიღებთ, ვერც მანქანებს, ვერც ტანსაცმელებს. პირდაპირ გეუბნებით რა, რომ სავარაუდოდ აი ამ გენ ტექნოლოგიებისა, გენის შენახვის სიმინდი აქვთ, ხო? ახლა ნათელი ხდება ჩემთვის ძალიან ბევრი რამ. კორონა რა იყო ახლა ნახეთ? კორონა იყო ამ ორგანოების გადანახვა. ადამიანებს დააჭრეს ორგანოები. ესენი ყველაფერი აქ კი არ გადაინახეს მეგობრებო, იქ ლაბორატორიებში გადაინახეს, რაც არის აი შემსვლელი კარი, ეხლა 8 ცალი რომ ჩამოთვალე და 8 ცალი კარი რომ ჩამოვთვალე მეგობრებო, იქ შიგნით იმხელა ლაბორატორიები ექნებათ, რომ გადანახვა მოხდა ამ ორგანოების უეჭველი. რატო არის საქართველო ქრისტეს წინხვედრი ქვეყანა გითხრათ? აი ხა მე რა ინფორმაციები მეხსნება? ერთი წუთი დედიკო, ერთი წუთით ჩუმად რა. მეხსნება ესეთი ინფორმაცია, რომ ამ საქართველოს ტერიტორიაზე ქუეს კნელში, ხო? როგორც ზეს კნელში და შუას კნელში ქრისტე არის ადვოკატორი. ქრისტე ქართულ ენაზე საუბრობს, მაგას ახლა რაღაც უნდა მტკიცება და ყველაფერი გახსნილია, ხო? და ქრისტე მიიღებს მხოლოდ თავის იანებს და არავის სხვას. და რატო გადაარჩევს თამარი, იცით? ხო? თამარი და ქრისტე რო ერთად განენ, ხო ხდებით არა? თუ ვერ ხდებით, ხო? მე გეტყვით რა. ეხლა ეს მეხსება იმაში. მელა დედიკო, ფრთხილად, როგორ წაიქეცი? რა იყო შვილო, რა მოხდა? ნახე, აბრაკადაბრა თქვა და ის წააქცი აზე ხარ, რა სიტყვის ძალა აქვს ჩემ ბავშვებს. ვა მე თქვი აბრაკასთან მივედი. აბრაკართან მივედი და ბარაკასთან მივედი, ბარაკასთან. ანუ ქრისტეს ნახავთ მალე. ჯორჯაძე ჭეშმარიტად სიმართლეს იძახდა, ოღონდ მე ვერ ხვდები რატო არ გაგვიხილა მან ჩვენეს. არ ვიცი. გვიხსნიდა რაღაცეებს, მაგრამ ბოლომდე არ მიყავდა არასდროს. აი ამ კარებებს არ ასახელებდა, ამ კარს არა, იმ სიტყვას ელოდებოდა, რომ აი სიტყვას მარტო მე გამოვთქვაო და სიტყვა კი არა, კართან მიგუყვანე რა. არ ვიცი, მართლა ბევრი რამ გახსნა, მაგრამ შეიძლება თვითონაც ვერ ხდებოდა ალბათ რა, მაგრამ არ მგონია რომ ვერ ხდებოდა. ეხლა კითხვა რომ ყოველს თავისებურად ხდებაო რა და შენ რა ინფორმაცია მომიტანე მეო, ეგ არ მაინტერესებსო მეო რა. მე რასაც ვხედავ ის არის მნიშვნელოვანია და ნახე, მე სხვანაირად გამეხსნა და ხوارჯობდა რომ ჩემთვის მოესმინა, ვფიქრობ რა. მე ვცდილობ რომ ყველას მოусმინო რა. აი ამ თამარ ასარიშვილისნაირი არა ვარ, რომ არ პასუხი არ გავცი ადამიანს და არ დავეხმარო იმ საკითხებში, თუ ცდილობს ადამიანი რომ გახსნას. ბავშვებო! ჩუმად ილაპარაკეთ ცოტა რა.
სიმართლეს არ ამხელ მაშინ თუ როცა სიმართლეს არ ამხელ მაშინ სულიწმინდა ართმევსმა სიტყვასო კი სოფო ეგრია სოფო წამოდით საქართველოში ძალიან სერიოზული ომი დაიწყო ეს ომი არ გაჩერდება შეიძლება ვეღარც მოახერხოთ ჩამოსვლა რა წამოდით საქართველოში აი ხა ძალიან დაჩქარდებათ რომ გაიხსნა უკვე კარი დრო დაჩქარდებათ ძალიან სწრაფად მოხდება ყველაფერი ჯორჯაძე ამბობდა რომ თუ ეხლა არ გაახსნესო სიტყვა ხო მაშინო ბავშვებს შეიწირავენო და ისე გაიხანგრძლივებენო სამ-სამი თვითო აი ხლა ნახე იმ დღეს ხო გუშინ წინ მოკლეს ბავშვები 164 გოგო მოკლეს სკოლაში ირანში ხო შეწირვა მოხდა ხო და ესე ბავშვების კლით ინარჩუნებენ ესე რაღაცა ფორთხიალობენ უკვე მიწაზე ხო და აგერ სიტყვა გავხსენი უკვე და სიტყვა თუ გაიხსნა ხო იმათ სო დაერხათ ისინი განადგურდებენ ეხლა ნადგურდება ყველაფერი ხო ძალიან სოფ მეცმეტირება ძალიან არ არის დაფარული რო არ გაცხადდეს და გაცხადდა ყველაფერი რა ეხლა წარმოიდგინე არ რო გაცხადდა ამანბანში სიტყვა რო გამოვიდა ხო და ეხლა ასტრალში ეს გაიხსნა ანუ ჩვენ გავხსენით ეხლა ასტრალში პირდაპირ ეთერში და გახსოვს მაშინ რო გაიხსნა პირდაპირ ეთერში შვიდტოდა მენორა რო ამოუტრიალდათ რამდენ ხანში ძალიან მალე მოხდა აი ეხლა გავხსენი ისეთი რამე რომ რასაც ვამბობ ხდება ეხლა რაც თქვი მოხდება მაგაში ეჭვია მოხდება დაელოდეთ ამიტომ წამოდით საქართველოში ხალხო მაშინ დააგდეთ ყველაფერი წამოდით საქართველოში იმიტომ რომ აი მე ჩემი გამოცდილებიდან ვიცი რომ რასაც ვიტყვი ხდება მე კი არ ვამბობ ამას ხალხო აი გეუბნები სიტყვა მათქმევინებს მეთქი და რასაც სიტყვა მათქმევინებს ეს სულიწმინდა გრესაუბრება და აი ამ მერაბონიას ვერ გავაგებინე რომ სულიწმინდა საუბრობს და აჰა დაინახოს მისი თვალით მაინც არ მისმენს ეგ და არც მოისმენს ალბათ ეგ ყველა თავის თავს ისე მე რაბიო გეუბნება სიტყვაში მე ვარო რაბიო გესმის არა შენ კი არაო ჯორჯაძემაც ეგ ვითხრა შენ კი არაო კაცო მე რასაც გეტყვი ის არისო სადაც არ მივედი ამასაკის ხალხთან ყველა მაგას იძახის მემეს გაიძახის სულ ყველა თხები კი არა და წყვრები არიან მართლა რა ბიჭო სტუმარი ღვთისა მოусმინე რა მე მოვდივარ შენთან შენ კი არ მოდიხარ ჩემთან ვინ მოვიდა ჩემთან ვინ მოვიდა არ მოусმინე იმას და სტუმარი რო ღვთისა არის იმ ილიამ საერთოდ სახში არ შემიშო არც მომისმინა და საერთოდ კარი დამიკეტა იქ მივედი მე იძახა ვიღაცამ იქ მივედი მე იძახა იქ მე და ცხრების ფარა მართლა რა დადექით ეხლა და იძახეთ მე აბა ჯორჯაძე მანახეთ ჯორჯაძე სად არის აბა მაჩვენე მე რა შერასაკეთებ გამაგებინ აბა რა როგორ გადაარჩინე საქართველო აბა ილია სად არის ილია მაჩვენეთ ილია არ საქართველოს გადარჩენა ხდება სიტყვით ხალხო და თუ სიტყვა არ გამოითქვა თუ ქრისტეს თავის ენაზე არ დაელაპარაკე აბა მითხარი რანაირად გინდა საქართველოს გადარჩენა პოლიტიკოსობით გითხრა ქრისტემ რომ პოლიტიკას არაფერი არ მჭირდება პოლიტიკოსობაო აქ არა ვარო მეო არაო
იქ გიმზადებ თქვენ სასუფეველსო და აქაური ისენი რომ გინდა რომ მიაწეყო ამ ქრისტეს რითი გინდა რომ გაიმარჯვა ხალხო დაინგრევა მალე ყველაფერი ქვაქვაზე არ დარჩებაო არ გჯერა ქრისტემო თქვა და შენ აშენებ კოშკებს და იმიმედებს რომ აი ამერიკა მიშველის და რუსეთი რითი გინდათ ხალხო რომ გადაარჩინოთ ეს საქართველო ქრისტესთან რითი გინდათ რომ წარსდგეთ რუსეთის და ჩინეთის და ამერიკის პოლიტიკით ვიღაცეების აღიარებით არ კმარათ რომ ქრისტემ გაღიარათ არ ვიცი რა Ist da jemand? Ja. Wer denn? Papa! Ich höre es wieder zu. მე არ მჯეროდა მაინც მაგრამ აი ხლა უკვე მჯერა რომ გადგურდება უკვე ყველაფერი ატომური ბომბი ატომური ომი მოხდება როგორც იმან თქვა დროიდან მოსულმა მომავლიდან მოსულმა რო თქვა რომ ეს არ უნდა მოხდესო და მარი შენს ქონდა იქ ხილვა ეს არ უნდა აფეთქდესო თორე ყველაფერი დასრულებულია უკვე რა სავარაუდოდ უკვე კარები იმიტომ ხდება ეს ჩვენ უეს კნელში კი არ ჩაგუყვანენ ზეცად აგვაფრენენ ქრისტეს ესენი ხომალდები არის ალდებიან ვინც ქვესკნელში ჩახვალთ ყველანი დანახშირდებით ეს ხილვა მისეს მარის უთხრეს რომ თუ აფეთქდაო თუ მოხდაო ის აფეთქებაო ხო დედამიწა ნახშირდებაო უკან დედამიწა ყდება შეგვეწირა დედამიწა შევიწირეთ ბიჭო დედამიწა აზე ხარ და ჩვენ შევიწირეთ დედამიწა კაცობრიობამ შეიწირა დედამიწა აი 23 ნოემბერს რომ მოხდა ნათლობა ილია მკვდრის სახელით ხო რამდენი ათასი სული წაიყოლა მან აი მაშინ მოხდა ზუსტად იმ დღეს აფეთქება რა ბიჭო როგორ დაასვეს წერტილი მაგის დედავატირე რა ტლუები ხართ ბიჭო რა ჩოლონგები ხართ რა ვინმეს მაინც დაუჯერეთ რა სავსე მთვარია გუშინ იყო სავსე მთვარე აუ ძალიან ბევრი ინფორმაცია ჩამოიტვირთვა ეხლა რა და გავხუჩდი ქოსკრაში არავის არ ჩაყვეთ რა მეგობრებო რა აი გეუბნები თუ კიდევ დრო დარჩა რამე ქართულ ანბანზე იჩალიჩეთ ანიდაღოეში გაიჩაიხედეთ ქრისტე გახსენით რა მოინათლეთ ცეცხლით მოინათლეთ გთხოვთ ვერ შეხვალთ ხომალდებში თუ არ გახსენით სიტყვა თუ სიტყვა თქვენში არ გაიხსნა არ შეგიყვანენ ხომალდებში ხომ ალდებიო გესმის და Kim Jong-un-ს როგორ ხარ ჩინეთში მან არ ვიცი სად არის შემსვლელი და გამსვლელი კარებები მაგრამ საქართველოში აგერ გამოვიძიეთ უკვე როგორ ხარ მოგესალმები ჩინეთიდანო მეუბნება Kim Jong-un-ს ღვინო არ დამილევია Kim Jong-un-ს ეხლა დავასკვენით ჩვენ სული წმინდა მოგცა ეს ინფორმაცია რომ დედამიწა დანახშირდება 2027 წლის მარტამდე
კარი უნდა გაიხსნას 2031 წლამდე უკვე გადახარშვა მოხდება და გადანათვლა და ანუ აყროლებულის გაწმენდა მოხდება, განბანა მოხდება და შემდეგ მოემზადებიან ხომალდები 2031-ისთვის უკვე იხურება დედამიწა და ნახშირდება. ჩვენ მივდივართ ახალ სავანეებში. ვინც საუბრობთ ქრისტეს ენით. თქვენ ჯერათ ეხლა რასაც ვიძახი ხალხო? მე ჩემი სიტყვების არ მჯერა ხოლმე, მაგრამ მე ვხვდები რომ მართლა ხდება. ჩემი სიტყვები არ არის, ეს სულიწმინდი სიტყვებია, კიდევ ერთხელ გეუბნებით რა. ვინც სულიწმინდას დასცინებს, არ ეპატიებაო, ამბობს ქრისტე. გაიგეთ რა ხდება? წამოდით საქართველოში. ვინც ქართული ანბანის გაიგეთ რამე, წამოდით საქართველოში. ძალიან მალე მოხდება ყველაფერი. მე ახლა ესე მქონდა გამოთვლილი 2031 წლამდე უნდა ყოფილიყო უკვე მეორედ მოსვლა 2031 წელს უნდა ყოფილიყო. მაგრამ უფრო მალე ხდება ეს. უფრო მალე ხდება. ეს ომი ეხლა რამდენი ხანი გაგრძელება? 26 წელი? 2026, 27, 28, 29, 30, ხო? ხო, ზუსტად ემთხვევა. ანუ ეს ომი გაგრძელდება ძალიან დიდი ხანი. ეხლა მოხდება აბსოლუტურად დანგრევა, საქართველოს ხელს ვერ ახლებენ. საქართველოს ხელს ვერ ახლებენ. იმიტომ რომ სიტყვა გავხსენეთ. სატან ჯუელი ასრულებს თავის მეფობას, თავის სიცოცხლეში. ჯუელი ასრულებს თავისი არსებობის როგორც არიმანის ისტორიაში რო წავიკითხეთ გახსოვს, რას შვება არიმანი და მე არიმანი და არიმანს ვინ ამარცხებს, სინათლე რო ამარცხებს და სინათლეს რომ მე არიმანი ამარცხებს და არიმანი რომ მე ისეთ ცეცხლს მოავლენს ამ დედამიწაზე რომ თავისიანებს სულ გაწმენს და სინათლეს შეუერთდებიან. იგივე ხდება. ანუ სატან ჯუელი კვდება. თუ არ კვდება, ყოველ შემთხვევაში განიწმინდება. ირანის ომი ეგ არის ზუსტად რასაც ვამბობ, რაც ვილაპარაკე ახლა კინგ ჩონგ-იანგუს. აი. ძალიან მეწყინა. ჩვენი ლამაზი დედამიწა დანახშირდება. მეგობრებო, გაიხედეთ გარეთ, დაგამახსოვდეთ ეს აქ რა ხდება, ეს ველი, ეს სამყარო აღარ იქნება მალე. დაიმახსოვრეთ. ვერც სურათებს ვერ წავიღებთ, ვერაფერს ვერ წავიღებთ, მეგობრებო, ყველაფერი აქ უნდა გქონდეთ. ყველაფერი დაიმახსოვრეთ. მერე მოვუყვებით ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს. დედამიწაზე. როგორ შემენაა დედამიწა.
იქნებ რამენაირად შეიძლებოდეს გადარჩენა. აბა ვიფიქრებ ამაზე. ანუ ეხლა ამატრიცის მიხედვით კი არის ეს დაწერილი, მაგრამ იქნებ ამის გადაწერა შეიძლებოდეს. ანუ არ მინდა რომ მოხდეს დედამიწა რა. არ მინდა რომ დანახშირდეს ეს დედამიწა. ქრისტემ კითხვა რომ ქვაზე არ დარჩებაო. მაგრამ ქრისტეს არ უთქვავს რომ დანახშირდებაო. ანუ გამოდის რომ შესაძლოა რომ დედამიწამ აღიდგინოს თავისი სახე. საერთაშორის ეს იმაში არის იმ ფილმში. ჰოლივუდის პიქსარი, მეცე რა ქვია მაგას? Wall-E. იცით ეგ ფილმი Wall-E? მან კი მოგვაწოდეს ეგ ინფორმაცია უკვე. მაგათმა კი მოგვაწოდეს ეგ ინფორმაცია, რომ ამ დედამიწაზე რობოტები დარჩებიან და გაწმენდნენ დედამიწას, ჩვენ ვიქნებით სადღაც, სადაც დაველოდებით, სანამ დედამიწა არ აღიდგენს თავის თავს. მაგრამ იქნებ შეიძლებოდეს ამის შეცვლა. აბა იფიქრეთ ჩემთან ერთად, როგორ შეიძლება რომ შევცვალოთ მატრიცა. მაგათ კი აქვთ ეგ გაწერილი, ეგ ბოროტული, მაგრამ შეიძლება თამარს აქვს ეგ გეგმა დაწერილი იქ, რომ გავხსნით კარს. ხო, შეიძლება ეგრეა. ნახავთ რა. კინგ ჩონ იანგურს ამბობს, სწორს ამბობ, დიდი განათლება გააქო. ხო, კინგ თუ კინჩონ. კინჩონ, ეხლა დღეს ძალიან გამიხარდა, მე თქვი კარში შედივართ ის და ბოლოს მივედით დედამიწა ნახშირდება. ესე უთხრეს მარის. ესე იგი, არ უნდა მოხდეს ეს აფეთქებაო. რატომ ამოფეთქა იმ ვულკანმა იმ 23 ნოემბერს, როცა რამდენი 700 ბავშვი მონათლეს, მკვდარს მოანათლინეს 700 ბავშვი. მკვდარს 700 ბავშვი და დედამიწამ ვერ აიტანა ეს რა ხალხო. ანუ თქვენ ვერ აკავშირებთ ერთმანეთს, როგორ კავშირშია დედამიწა ჩვენთან, იცით? ეს ვერ აიტანა, იმიტომ რომ მკვდარს როგორ შეიძლება მოანათლინა 700 სული? იმისათვის რომ ილიას სული შეინარჩუნონ, ცოცხალი და ძალით რო ასუნთქებენ აპარატებით მის ფილტვებსაც გული გათიშულია და ტვინის უჯრედია მარტო დარჩენილი ისიც იმის ხარჯზე რომ ამ აპარატებით ასუნთქებენ, იმას როგორ შეიძლება მოანათლინონ 700 ბავშვი, ხალხო? არ შეიძლება, მაგან დაღუპა დედამიწა რა. სრულიად დედამიწა დავღუპეთ მაგით რა. ძალიან ღრმად ფილოსოფიურ სულიერად მსჯელობ, ბევრი მაგას ვერ მიხვდებაო და ვერ მიხვდება და აჰა დავღუპეთ დედამიწა. დედამიწას მოწყდება სეივრცე, რაც დამხრეტელია უამრავჯერ და ატომურის გავარდნა და ამხელა წნევის ნიადაგზე ჟანგბადის გარსის გარეშე დარჩება და წამში დამთავრდება სიცოცხლე. დედამიწას მოწყდება სივრცე, რაც დამხრეტელია უამრავჯერ და ატომურის გავარდნა და ამხელა წნევის ნიადაგზე ჟანგბადის გარსის გარეშე დარჩება და წამში დამთავრდება სიცოცხლე. გრიგოლ კახეთელიძე წერს.
არავის არაფერი ესმის და სიმართლეს მწვალებლობას ეძახიან, სამართლიანი ცნობიერი ამბობს. ჩვენ დავღუპეთ დედამიწა. აი ზუსტად მაგან დაღუპა დედამიწა რა. სამართლიანი ცნობიერი იცი რამდენი ვეწვალე რომ ხალხისთვის გამეგებინებინა. ეს ამბავი ცეცხლით მოდისო. ქრისტე ბოლოს ცეცხლით მოდისო. ანუ ეს ყველაფერი რაც სატან ჯუელმა გამოიგონა აღარ იქნება. და ის სულები რომლებიც მოვიპოვებთ ჩვენი ბოლო კანის წაღებას, ანუ ამ დედამიწა გვაჩუქებს ამას, გესმის? ხედავ რა ხდება? ანუ დედამიწა საჩუქრად გვაძლევს ჩვენ ამას. და იქ უკვე უკვდავება, იმიტომ რომ 30 წლის მერე აღარ ბერდება ადამიანი. იქ უკვე ცნობიერად ვითარდება და აი რატომ ამბობს ქრისტე რომ მოიპოვებენო ვინც სასუფეველის კარს შეაღებს, ისინი თავის სხეულს მოიპოვებენო, ხედავ? მეც ბევრს ვაკეთებ, მაგრამ მათ ჩუმებენ, მაგრამ ჩემში ღმერთი მაინც არ ჩუმდება. რატო? აი თავი გაინადგურა, ანუ სავარაუდოდ ესენი არიან სიმსივნე. თავი გაინადგურეს, ასე ხარ. იმიტომ ვცდილობდა ქრისტე, რომ ჩვენთვის დრო გაეხან გრძლებინა. ხო და ეხლა 31-მდე მეგობრებო, აი არ ვიცი, ვისაც შეგიძლიათ სინათლე მიიღოთ. არიან ესენი მღვდლები, ბერები, მონაზვნები თუ ვინმე სხვა. თუ სინათლეს სიტყვას ვერ მიიღებთ და არ გაიხსნება თქვენში, 2031-მდე მოხდება ამის წმენდა. ნახე, ეხლა 26-ში გაიხსნება თამარ მეფის აკლდამა, უკვე გამოვა სიტყვა, ნამდვილი სიტყვა. ამას თუ მიიღებენ ის ებრაელები, რომლებიც დღემდე გვებრძვიან, რომ არამე ვარო, და ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც ჩვენ გვებრძვის, გვაღიარებს, ხო? და სიტყვა გაეხსნება მას, იმიტომ რომ ვეცდებით, რომ გავუხსნათ ჩვენ ქართველებს გვაქვს ქრისტეს მისია, ჩვენ გვინდა ყველას გადარჩენა. ამიტომ ეს მოხდება, ანუ 31 წლამდე გვაძლევს ღმერთი იმის საშუალებას, რომ ჩვენ ყველას გავაგებინოთ ეს სიტყვა. გესმით და ვინც მოინდომებს გაიგებს. რამდენი გაქვს? და ეცადეთ რომ გაიგოთ რა. თითო. ხო დედო. და თუ არ გაიგებთ, მოიკრათ. რამდენი დედა? აქ აღარ არის არა მე და მეძალა უფლებაზე საკითხი რა. აქ არის უკვე აი გადარჩენაზეც არ არის საკითხი. საკითხი არის გადარჩენაზე კი არა ადამიანებო. ცნობიერების წყურვილზეა საქმე. თუ ცნობიერად წყურიათ, იქ მიგიღებენ. იმიტომ რომ არ არსებობს აქედან წაგიყვანონ თქვენ, ვისაც ცნობიერის წყურვილი არ გაქვთ. ცნო ბანი ერი, ბანის შეცნობის წყურვილი თუ არ გაქვთ, თქვენ არ აგიყვანენ აქედან მაღლა. არსად არ წაგიყვანენ. ნუ შეიწირავთ. რაც უფრო მეც დატოვებთ ასეთ ხალხს, როგორიც ახლა მე ვარ, ხო? მით უფრო მეც ისწავლით თქვენ. მით უფრო ბევრი შეძლებთ გადარჩენას. ერთი ვერ გასწავლით იმდენს, რამდენიც
რამდენსაც გასწავლით 10 ვთქვათ, ხო? ამიტომ ნუ შეიწირავთ იმ ხალხს, ნუღა ჩასვავთ საგიჟეთში და ნუღა დაიჭერთ, ნუღა გაუნადგურებთ ცნობიერებას. უნდა მიიღოთ ეს ცნობიერება ხალხო. უნდა მიიღოთ თუ გინდათ გადარჩეთ. ყველა აქ ჩამოსული სული, რომელიც შეიწირეთ, ხო? იმისთვის იყო ჩამოსული და იმისთვის ვარ ჩამოსული, რომ გადაგარჩინოთ. და თქვენ კიდე გკლავთ ჩვენ. არ შეიძლება ესე. თქვენ თუ გადარჩენა გინდათ და ჩვენ მაგისთვის ვართ ჩამოსული, რომ გადაგარჩინოთ. ხო? შენ თვითონ იკლავ შენ თავს თუ მე მომკლავ. ვიჯაჭულობა მოიხსენით, არაფერი არ არის აქ არავისიო. ხო, სამართლიანი ცნობიერი, გეთანხმები ახლა მე შენ. ბიჭო, რა უქნეს ამ დედამიწას? მარი, შენ რო გითხრეს, ის აფეთქება არ უნდა მოხდესო. და რომ მოხდა მაინც 23 ნოემბერს, იმიტომ რომ არ იციან რას აიქმოდენ, ხო? მანდ გადაწყდა, რომ დედამიწა უნდა დანახშირდეს უკვე. ამიტომ ისინი ჩამოვლენ ხომალდებით. აქ ჩასასვლელებში კი არ უნდა ჩავიდეთ, იქ უნდა ხომალდებს დაველოდოთ იმ მთებზე, რომელიც აქ განვაცხადე, ესე იგი ჯვრის მონასტერზე, ნუნისზე, უშკულზე, რვაკარი იყო, რომელიც ჩამოვთვალე, ნოდზე, და სნოზეო ამბობენ, მაგრამ ეს საიდან დაემატება, ვერ ხვდები, კაი, ვთქვათ, სნო, ან ბაჭი წერია რა, ნო, მაგრამ ნოს თუ ს დავამატეთ წინ, კი ბატონო, მაგრამ შეიძლება, აი, დაზუსტებით ვერ ვიტყვი მაგ სნოზე რა, იმიტომ რომ, ანუ, დანარჩენები პირდაპირ წერია რა. ნუ და ონი ონში რა არის, რა მთა არის იქ? ონში არის რა მთა? ალბათ ის ხვამლის მთა, ხო, ხვამლის მთა. ესე იგი, ნახე, მანდ როგორ ხდება, სადაც იყო დიდი ლაბორატორიები, სადაც მაგათ ქონდათ რეისები, ხო? ანქელიოსებს, რომლებიც ჩამოვიდნენ დედამიწაზე, ისევ იქ მივლენ, იმიტომ რომ იმ წერტილებში დაჯდებიან, სადაც უკვე იცნობდნენ ამ ადგილებს. ქრისტე სავარაუდოდ თავისი ლაშქრით მოვა. კინჩონ ამბობს, აი რო გიყურებთ, ჩანს რომ განათლებული ქალი ხართ და დიდი განათლებას და სულიერებას ამიერიდან მე თქვენ გიყურებთ. მიხარია კინჩონ. ალაზნის პირელი რო ამბობდა, გახსოვთ? ალაზნის პირელი ჯორჯაძე. ვინც არ ვიცით კიდე რამდენი გააქრეს ისე უგზოუკლოდ, ვინც ვერ გამოიტანა თავისი სიტყვა, ყველანი მართლები იყვნენ. ანუ ჩვენ ეხლა ესე იგი დაგვრჩა 2031 წლამდე დრო. ისიც შეიძლება არც კი. კაცობრიობა ანუ თვითონ გამოიყვანა მწყობრიდან თავისი თავი ამ სატან ჯუელმა. ეგრე არ არის მითოლოგიაშიც არივანი რო იბრძვის სინათლეს. თავდაპირველად სინათლე და სიბნელე ერთად შეიქმნენ და ერთად მეფობდნენ.
ამ დედამიწაზე. თუმცა მერე მოხდა ეს რაღაცა უწონასწორობა და არიმანმა სიბნელის მეფემ თუ სიბნელის არიმანი ერქვა ამ სიბნელეს. სინათლეს დაუწყო ბრძოლა და სინათლემ წააგო. მერე მოვიდნენ, ფინები მოვიდნენ, რომ რა ეწერა? რაღაც დევებზე იყო საუბარი. ისინი მოვიდნენ და გადაარჩინეს სინათლე. და შემდეგ არიმანი გაძლიერდა და დედამიწას იმხელა ცეცხლი გამოუგზავნა, რომ თავისიანებიც კი განწმინდა. და საბოლოო ჯამში სინათლე დამკვიდრდა. ხო და ეხლაც ეგრე არის. ანუ ეხლა არის ის მომენტი, როცა არიმანი უკვე ცეცხლს აგზავნის დედამიწაზე რა და ამით განიწმინდება, თავისიანებიც კი განიწმინდებიან. ხედავ შენ? ხო და აი ახლა რო ვუფიქრდები, შეიძლება თუ არა მატრიცის შეცვლა თუ არის გვიანი, თუ გვიანი არ არის, ხო? ვეღარ შეძლებს. მაშინ ადამიანში უნდა იყოს სინათლე, ადამიანში უნდა წარმოიქმნას დიდი სინათლე. ადამიანის შინაგანში რაც ხდება, ის ხდება დედამიწის შუაგულშიც. თუ ადამიანის შინაგანში დიდი სინათლე არ წარმოიქმნა, მძლავრი დიდი სინათლე, მაშინ დანახშირდება ეს დედამიწა, მაგრამ ეს დიდი სინათლე რომ წარმოიქმნას, მაშინ ბრძოლა აღარ უნდა იყოს. ყველა ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. და ყველაში ერთად უნდა წარმოიქმნას ეს სინათლე. გახსოვს მარი, შენც მაგას გეუბნებოდნენ. რა სიტყვით წამყვანი ეს ცხელი თარიღი თუ იცით? ეს ცეცხლი თარიღი თუ იცით? რა სიტყვი როდის? როდის იქნება? აბა ნახოთ, იქნება არის ინფორმაცია ჩადებული. აი აქ ვართ ეხლა ჩვენ, მოიცა აქ მანთანო, ხო? 13-4. 13-4, ანუ მე-13 დღეს დაემთხვა აღდგომა 4-ში. იანვარი, მარტი აპრილში, მე-4 თვეს. აი გუშინ რასაც ამბობდა მეუფე მელქისედეკი, ეს აღდგომა იქნება ბოლო. ეს აღდგომა იქნება ბოლო და ნამდვილიო. ესე იგი, აქ მოხდება აღდგომა, მაგრამ დანის დასმა როდის მოხდება? აი დანის დასმა აქ ხდება, ნახე, მე-14-5-ში. ეს კი აღდგომა ზუსტად ჯდება, 13-ში არის აღდგომა. ამას კი აჯდება ზუსტად. მაგრამ აი ეს რა რიცხვია, რაზე აჯდება ეს? დღესასწაული რამე არის კიდე? რომელიც 14-50 თვეს აჯდება? აი ის დღესასწაული, რომელიც 14-5 თვეს დააჯდება, ალბათ აღდგომა. აღდგომა, რომელიც 14-5-ს დააჯდება, მანდ მოხდება ალბათ ეს მეორით მოსვლა. აქ 13-4-ში გაიხსნება აკლდამები და გამოვლენ მკვდრები. ანუ მკვდრები კი არ გამოვლენ, ის ჩონჩხები. აი ნახავთ რა, აღარ გეტყვით, უბრალოდ ნახავთ, დაველოდოთ მაგ დროს. ანუ ეხლა 14 აპრილს გაიხსნება პირველი აკლდამა, როგორც მეუფემ თქვა, არის თამარი გაცოცხლ. თამარი აღდგება პირველიო, ესე თქვა. და ანუ 14 აპრილს აღდგომა მცოცავი
ის არის, ხო? ცოცავია აღდგომა ერთი წუთით. ცოცავი თარიღია. ცოცავი მოიცადე აღდგომა. GPT-ს ვკითხო ერთი. აღდგომა ცოცავია? ანუ კიო მეუბრება, ეს ნიშნავს, რომ მისი თარიღი ყოველ წელს იცვლება და ფიქსირებული რიცხვი არ აქვს. აღდგომის თარიღი გამოითვლება გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ, პირველი სავსე მთვარის შემდეგ პირველ კვირა დღეს. ამიტომაც ის შეიძლება იყოს დაახლოებით 22 მარტიდან 25 აპრილამდე. ძველი და ახალი სტილის კალენდრის მიხედვით განსხვავდება, მაგალითად, აღდგომა დასავლურ კათოლიკურ დასავლეთი იყენებს გრიგორიანულ კალენდარს, გასაგებია, მაგრამ ეხლა როდის არის აღდგომა ძველი წელთაღრიცხვით? ძველი კალენდრით. აღდგომა როდის არის წელს? როდის კი ცოცავია ეგ რომ 2026 წლის ძველი საეკლესიო იულიუს კალენდარი აღდგომა არის კვირა 12 აპრილი, ანუ 12 აპრილის ესე თქვა მეუფემაც 12 აპრილის გამთენიას 13-ის გამთენიასო იქნება გრიგორიანული კალენდარის. ეს ნიშნავს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც იყენებს იულიუს კალენდარს, ამ წელს აღდგომა 12 აპრილს აღნიშნავს თითქმის ზუსტად კვირას. და აბა მივუმატოთ მაგას ახლა. ძველი წელთაღრიცხვა. ძველი ისა ახალი კალენდრით? ახალი კალენდრით 5 აპრილი. ეს არის დასავლურ ქრისტიანულ და 5 აპრილი. აპრილია ახალი კალენდრით. და ძველი კალენდრით არის 12 აპრილი. მოიცა, მე გეკითხები შენ. როდის რომელ წელს იქნება 14 მაისს აღდგომა. იმიტომ რომ ენოქი ხო ამბობს, რომ ყოველ 8 წელიწადში იცვლიანო ზედამთვარეო. არც ერთ წელს არ იქნება 14 მაისს აღდგომა. მიზეზი ასეთი ახალი კალენდრით აღდგომა. ამიტომ 14 არა, მე ვამბობ რომ იქნება, იმიტომ რომ თამარის აკდამა რო გაიხსნება, იქ სხვანაირად უკვე კალენდრის ათვლა სხვანაირად დაიწყება, იქ სხვანაირად ყველა ინფორმაცია გამოვა გარეთ. იოტას კარს შეაღებს, ამით. იოტას კარს შეაღებს. ტოი. ტოი გეუბნებათ რამეს? ტარონი. ტორი.
ბევრი რაღაცები იხსნება ამ კარით. აი ეს ნარი როდის მოხდება, ხო? კითხვა იყო, როდის მოხდება ეს აფეთქება. თუ არის ამაში, თუ ამოვიკითხავთ. აბა ვნახოთ, ცანი. რა უნდა ვცნოთ? ჰაი, ჰოე. რუსთან მივალთ. და ავალდებით. ოთხი მოხდება, ანუ 4 აპრილს 1900 მოიცა გამოვითვალო 2034 არა უფრო ადრე 4-ზე უნდა დაჯდეს 2 3 კალამი მინდა ესე იგი გამოვითვალოთ ნახე ახლა რაღაცა 2 და 4-ზე უნდა დაჯდეს რომელი წელი იქნება ეს 31 404 31 არა იმიტომ რომ 2 ხო ემატება 31 არა იმიტომ რომ 2 ემატება უნდა დაჯდეს 4-ზე აბა გამოვითვალოთ ახლა 20 39 ალბათ მაგ დროს მოხდება აფეთქება ან 2040 არა 2040 ვერა იმიტომ რომ 6-ია ეგ 2-4 6-ია გესმით ოს 2031-ში ვერ მოხდება. იმიტომ რომ ეს 6-ია. 32-შიც ვერ მოხდება, იმიტომ რომ ეს 7-ია, 2033-ში ვერ მოხდება, იმიტომ რომ ეს ეს 39-ზე დააჭდა რა. არა. ეს 38-ზე მეგონი. რა გავითიშე, იმე გამოვითიშე რა, ვეღარ ვასწავლებ უკვე.
ბიჭო, მაგრად გამოვიდი შენ. არა, 31 არა. სოფო, იმიტომ რომ 31 ხო არ არის მარტო 2020 Was? Aber ich habe gerade so gut mal das hier. არა 2037-ში ვერა, იმიტომ რომ 12-ია, 12 1 და 2 3-ია. 2038-ში. 2038-ში 13-ია 4. 2038 წლის 4 აპრილს. 2038 წლის 4 აპრილს შესაძლებელია მოხდეს ეს აფეთქება. იმიტომ რომ 4 არის ხორციელის. ხო. ეხლა მომეცა მაგ ნიშნები. ფიქრობდი 4 რას უნდა ნიშნავდეს მეთქი და 4 ნიშნავსო რას? სხეულის მოდელს. სხეულის მოდელს თუ ნიშნავს, ესე იგი ეს მოდელი მთლიანად შეიძლება კიდევაც როგორც შეიქმნა, ისე განადგურდეს. გესმის? აქ რაშია საქმე? ადამიანის შექმნიდან განადგურებას ნიშნავს და ისეუბნება ენოქს უფალთაუფალი, რომ მეო არაო, აღარ დავსჯი ადამიანებსო, მაგრამ თვითონ გაანადგურებენ თავის თავს. ანუ ადამიანის მოდელის განადგურება ხდება 4-4-4-ში. აი ნახეთ საათ, ნახე. სხეულის მოდელი 4-4-4. აი აქ ხო? სავარაუდოდ 4 საათზე მოხდება. როგორც ეს ანუ ეს მატრიცა შეიქმნა, სხეულის მოდელი და აქ ვითამაშეთ ბევრმა რაღაცეები და საბოლოო ჯამში ავკრიფეთ ჩვენი სხეული, რასაც წავიღებთ და რაც არა და განადგურეთ. სხეულის მოდელირების განადგურება მოხდება. მიმოზა მეკითხება, თამარა ხალხს გამოცხადებების რომ აქვს, ვისგან არის ეს და როგორ ახსნით ასეთი მოვლენები, ვინც ცნობ რამოდენიმეს, ეს არაა უბრალო გამოცხადებები, ანუ იტყვის ამაზე ვიდმე რამეს? ანუ გამოცხადებები უამრავი არის, გააჩნია რომელი ასტრალიდან მოდის, ანუ რომელი ენერგეტიკული ველიდან მოდის. დაბალი ენერგეტიკული ველიდან, მაღალი ენერგეტიკული ველიდან, ადამიანი როგორ სიხშირეზეც არის, იმ ენერგეტიკული ველიდან მოსდის პარალელური სამყაროების დანახვა. ზოგს არ უნდა ეს და არც მოსდის. ზოგს უნდა და მოსდის. ანუ ეს გამოცხადებები ყველაფერი მის მიხედვით არის ამას როგორი სულიერი განწმენდაც აქვს. თუ ზესულიერი განწმენდა აქვს, მაგალითად შეიძლება გამოიცხადოს თეთრებში ჩაცმული ვიღაცა, რომელიც დაარიგებს რაღაცას და მერე თავისთვის გამოადგება კარგად. თუ დაბალი ვიბრაციული ველიდან არის გამოცხადება, მათ ჭინკები და ასეთი რაღაცები ეცხადებათ, რომელიც აშინებს და სატან ჯუელში ამყოფებს. ანუ უამრავ ბევრი გამოცხადების ფორმულა არსებობს და ანუ ჩვენ ეს გავიგეთ, რომ 39 წლის 4 საათზე შესაძლებელია მოხდეს ატომური ბომბის აფეთქება, დასრულება ამ დიდი თამაშის, რომელიც მიმდინარეობდა 4000 წლის მანძილზე. აქაც 4 და ნულებია. ანუ ყველაფერი მიმანიშნებს იმაზე, რომ ეს მოხდება 4-4-4-4-ში ამ პროექტის დასრულება. რომელი პროექტიც უკვე ძალიან დიდი ხანია. ალბათ ერთი რამდენიმე მილიარდი წელი არსებობს. და კაცობრიობას გონია, რომ სულ რაღაც 5000 წლის არის. ესე თუ ვიმსჯელებთ, ადამის შექმნიდან 5000 წელი გასულია. ანუ ამ პროექტი ადამის შექმნიდან 5000 წელი გასულია, კი ბატონო, მაგრამ ა 2038-ია, ხო? ხო, სოფ.
ეგრე ვთქვი თუ 2039 ვთქვი, ვეღარ ვაზროვნებ. მე მგონი 2038 ვთქვი, ხო? ხო, 2038 4-ზე უნდა დაჯდეს ეგ ადირებით. ხო. მოკლედ, ერთი სიტყვით, ჩვენ სიზმარი და ეს სიზმრა გამოცხადება, მაგრამ ყურადღება არ მიაქციეს და ეხლა გაახსენდათ რას იტყოდი, აი ისრაელს ვხედავდი ბომბი დაეცა და ძალიან დიდად აფეთქდა და აი ეს და ეს სიზმრა რას იტყვი და მე რომ გაიღვიძა თვალებში 7 დავინახე 7 მეგობრებო, ჩვენ რომ ვეუბნებიან, ეს არ არის ქრისტეს ციფრი. 7 არის სატან ჯუელის ციფრი და ეგ დასრულდება. მე 7 არის იახვეს ციფრი. იახვე არის ამა სოფლისა მამა, ანუ მამის მარჯვნივ დაჭდა ქრისტე, რომელთაც პირდაპირ გვეუბნება მარჯვენა, რომ მან მარჯვნიდან მარცხნივ მამამისი დაამარცხა. ანუ ეს მეშვიდე განყოფილება, მეშვიდე ცა, რომელიც ვერ ადის მერვე სართულზე, ხო, მერვე ცაზე, ის დაამარცხა ქრისტემ. აქედან გამომდინარე მისი დასრულება იქნება ეხლა ეს ისრაელი მეც ვქონდა ხილვა. უცბად მოხდება ეს, ძალიან უცბად მოხდება. აქ საქართველოშიც ძალიან უცბად გამოჩნდებიან. მე მქონდა ესეთი ხილვა. ძალიან უცბად გამოჩნდნენ ხომალდებით და საბრძოლო ვერტალიოტები, ისინი საბრძოლო რა ქვიათ მაგ საპილოტო ისინი რა, თვითმფრინავები. ესე იგი უცნაური, რომელიც არ გვინახია ჯერ ის ფორმის საფრენი აპარატები და ეს თვითმფრინავები, რომელსაც ვიცნობთ. ესენი უცბად დაეშვნენ, ეს მქონდა სანამ ისრაელში ომი დაიწყებოდა მაგ ღამეს. უცბად დაეშვნენ დედამიწაზე, ისე რომ ციდან არც ჩამოსულან ესენი ჯგუფები. ეს ჯგუფები იყვნენ ფორმიანი ჯგუფები და ადამიანების დატყვევება დაიწყეს. შორიდან ვხედავდით ჩვენ ამას, მაგრამ ჩვენთან ახლოსაც იყვნენ, ანუ იმდენი გამოჩნდნენ, რომ დაიფარა ცა. ანუ ძალიან ბევრი იყვნენ, აი უცაბედად გამოჩნდნენ. ჩვენ ამას კი მოველოდით, ანუ ხილოში ეს მქონდა, რომ ჩვენ ამას მოველოდით, მაგრამ არ გვეგონა ესე უცბად თუ მოხდებოდა და მოკლედ ისე უცბად გამოჩნდა, დაიფარნენ და ამ დროს უკვე ვიცოდით, რომ აი ეს არის ეს დრო ეხლა უკვე და გავიქეცით. კი არ გავიქეცით, ჩვენ შენობასთან ახლოს ვიყავით და იმ შენობაში შევედით. და რო შევედით, გარეთ უკვე ისმოდა წივილ-კივილის ხმები და იცით როგორი შეგრძნება მქონდა, რომ ესენი ბოროტები არ იყვნენ, მაგრამ ეს შიში ვისაც გაუჩნდა, ხო, იმათ როგორც გეუბნებით რა, შიშით, შურით, მატერიის სიყვარულით, ძალაუფლების სიყვარულით და ამგვარი საკითხებით ვერ აგიყვანენ მაღლა, თუ ცნობიერებისკენ არ ხარ მიდრეკილი რა და ამათ ალბათ ანადგურებდნენ, არ ვიცი ხა მან რა მოხდა, ვეღარ დავინახე, მაგრამ ჩვენ ველოდებოდით შიგნით, რომ უნდა შემოსულიყვნენ. მე არ მქონდა ცუდი შეგრძნება, შიშის შეგრძნება არ მქონდა და ესეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩვენ არ მოკლავენ, ანუ ჩვენ გადავრჩებით, თუ წაგვიყვანენ, თუ ესეთ რაღაცა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რაღაცა დოზით განადგურება დაიწყო ხალხის. ამ ტრუპებიდან ვინც ჩამოვიდა, ეხლა გააჩნია, ნახე, ეს უცნაური ხომალდები, რომლებიც იყვნენ და ის ჩვენებური, ჩვენ რასაც ვიცნობთ, ხო? რომლები აქედან კლავდნენ, მე ვერ დავინახე. ხალხს რომელები კლავდნენ, ჩვენები თუ ისინი. ხო და ეს მოხდა სულ რაღაც დღეების წინ რა, ისრაელის ომი რო დაიწყო, მაგ დღეს მქონდა ეგ ხილვა. არც მოველოდი ესე უცბად თუ დაიწყებოდა, მაგრამ ეს კიდე ის არ არის, რაც ხილვაში მქონდა. უცბად მოხდება რაღაც უცნაური რა, მე რაღაცებს მეუბნებიან, მოიცა, წავიკითხო. მე გამომეცხადა იესო, მაგრამ არაფერი უთქვავს, დრო და ჟამი არავინ იცის, უბრალოდ მითხრა, არ მოვკვდებოდი და ის მალე დაბრუნდება. მე წამიერ კომაში ჩავარდი,
მაგ დროს მოხდა ეს. დრო და ჟამი არავინ იცის, მაგრამ ნიშნებით შეიცნობა, ეს გვითხრა ქრისტემ. ანუ უკვე ნიშნები არის და ჩვენ უნდა შევიცნოთ, გესმის? მე ნემსაძემ დადო ახლა ვიდეო, ატომური იარაღის გამოყენება იგეგმებოდა, ალბათ ამერიკის მხრიდან. მადლობები ძინა ივანიშვილს, რომ ჩვენ ქვეყანაში მშვიდობას იცავს. მადლობა უფალს, რომ ჩვენ ქვეყანაში მშვიდობას იცავს, მე ესე ვიტყოდი. ხო და აქედან გამომდინარე, ხო? მე ვფიქრობ ესეთ რამეს, ის უცნაური ხომალდები ბევრი არ იყვნენ. რამდენიმე იყო. აი მაგალითად თუ 2 უცნაური ხომალდი იყო, 20 თვითფრინავი გამოჩნდა. ანუ რაღაცა ჩხუბი არა, ომი ხდებოდა რა. ომი როგორც საში იყო ომი, ისე ქვემოთ მოხდა ომი. და ხალხის დატყვევება დაიწყეს. ანუ როგორც მე ვხვდები ახლა ლოგიკური გამომდინარეობიდან ამ ხომალდები, რომლებიც ჩამოდიან აქ, ხო? ესენიც არ არიან კეთილსინდისიერნი, იმიტომ რომ ადამიანებს მიყავდა არაკარგის განზრახვი, ახლა გადასარჩენად აქ ისინი არ მოვიდოდნენ და სხვებს არ მოკრავდნენ. ანუ აქ მოდიან იმისათვის, რომ ადამიანების გენი, ალბათ, სავარაუდოდ გენი შეინახონ ისევ თავიანთ დასამონებლად რა. იმიტომ რომ ნახე ქრისტე გვეუბნება ესეთ რამეს. ხორციელი არ არის ის, რასაც მე გეუბნებით. ხორციელზე ნუსწუხართ და ხორციელის განადგურება რო იწყება, ეხლა ამხელა ინფორმაცია მაშინ როცა ადამი შეიქმნა, ის აღარ ექნებათ მაგათ და ვეღარ შექმნიან ადამიანს ვეღარ შექმნიან, ამიტომ ინარჩუნებენ გენეტიკას. იმას რამდენიმე ხანი კარგად ამყოფებენ, რომ გადარჩეს და გამრავლდეს, რომ შემდეგ ისევ თავიანთი სამონებლად გამოიყენონ, გესმით? და აი მონათლული და მონათლულნი იყვნენ მერე ისევ და ქრისტე გვეუბნება, რომ ამ ტანჯუელში ჩვენ ვერ გავიხარებთ, სული არის მომწყდეული და ზუსტად სული იტვირთება ვიღაცის გადარჩენა თუ უნდა ამ ტანჯუელში, რომ ადამიანს სიტყვიერად გააგებინოს რამე, გეუბნებით, რომ ზუსტად ეგრე ვართ ბოლოკანში ჩამოტვირთულები, ანუ ბოლოკები ვართ რა. ბოლოკანში ჩამოტვირთულები ვართ ყველანი სატანჯუელში, იმიტომ რომ ჩვენ ჩამოვედით იმისათვის, რომ გადავარჩინოთ რაღაცა, მაგრამ არავის არ ესმის თან და თან კიდე გტანჯავს. ანუ აი სხეულში ჩაკეტვა სულისთვის არის დიდი სატანჯველი. აბა ეხლა რომელ სულს მოუნდება, რომ ჯერ დედის მუცელში წარმოიდგინე ამხელადენ განვითარდეს, მერე რაღაცა დიდი ადამიანი, ხო? ეს არის სულისთვის იმხელა სატანჯველი, ვერ წარმოიდგენთ რა. აი წარმოიდგინეთ უბრალოდ ერთი წუთით, რომ გამოგკეტონ სადღაცა, აი წერტილში რომ გამოგკეტონ. შეგიძლიათ ეს წარმოიდგინოთ? და წარმოიდგინე სული კიდე აი ხლა რასაც ვხედავთ ჩვენ, ხო? იცი რამხელაა სული? სული ზრდადია და იზრდება, სული იზრდება. და აი ეს სული, რომ ესე დაპატარავდეს, წერტილში გამოიკეტოს ერთ უჯრედში. და მე ამ ერთი უჯრედიდან აღადგინოს თავისი ხორცი, სახე. წარმოგიდგენიათ რამხელა რაღაც უნდა გაიაროს სულმა? რამდენი სატანჯველი? და სატანა სად არის მოქცეული? გაიგეთ ხო? დაინახეთ? მეგრული ბგერაა სულის თავისუფლება. რომელი ბგერა? კარგად ქალბატონო თამარ, მე პრობლემები მაქვს და ვიძინებ, თან ჩინეთში გვიანია, მე მართლა ჩინეთში ვმუშაობ, მოხუც ვუვლიო. ანუ ზუსტად მithქვავს, ხო? კინგონ, ჯუნგუს, აბა ძილინევისა. მეგრული ბგერაა სულის თავისუფლება, მრცვალი უნდა გახდეს.
ეხლა რო გელაპარაკებით ყოველი კოლხი ვერ მივხვდი რას წერ რა. ხო და ეხლა რო ვლაპარაკობთ ამ თემებზე, ხო რამდენი დღეს ძალიან ბევრი რამე გაიხსნა. გუშინ ხო მთელი, აი ხო გითხარით რა. ისეთი დღე მქონდა, რომ როგორ გაუძლო ჩემო გონებამ ამას ვერ ვიცი. დღეს მაგრად გამეხსნა ყველაფერი. აგერ ყოლა 40-ვე ასობგერა გავხსენით და თანაც ისიც გავხსენით რა უნდა მოხდეს. ანუ კი არ ვიწინასწარმეტყველად დავინახეთ. ხო და 2026 წელს გამობრძანდეს უნდა აი ესენი ვინ არიან, ვინც გველაპარაკება, ხო სული წმინდა არის ეს. სად წერია 2026 წელს რომ უნდა გამომწადდეს, აქ არის სადმე? 2026 წელს. აბა ვნახოთ. მოკლე ყოველი მარჩალი არის სიტყვა, კი? 2026 წელს. ხო, კი, ხო დავინახეთ ჩვენ რო დაემთხვა. 13-4-ზე აღდგომა რო დაემთხვა. პირველი აღდგომა მოხდაო, ესე იგი, კვირა დღესოთ 12 იყო რიცხვიო და ეხლაო მოხდება წერტილის დასმა. ზუსტად წერტილიდან წერტილამდე ერთი წრე წირი გამოვა, რომელიცაც ვწირეთ. ანუ კვირა 12 და ეხლაც კვირა 13. ანუ წერტილიდან წერტილამდე განვითარებაში ერთი მოემატა და თუ ეს გამართლდა ეხლა რაც ვთქვით, ხო? მოკლედ ყოველი მარცვალი არის სიტყვა, მაგალითად შიგანიხილი. აუ კოლხელი შენ ეხლა გამოფხიზდი მიხარია, ჩვენ უკვე იცი სად ვართ, უკვე მე-40 ასობგერაზე ავედით და თან წავიკითხეთ წინადადებები. მარტო ასობგერები კი არა. ხო და თუ უყურებ ჩემს ლაივებს მიხვდები. გამოდით მაგასომთავრულის ბორბლიდანო. გამოვედით უკვე, კოლხი დღეს გამოვედით, აი დღეს პირდაპირ მნიშვნელობით გამოვედით ამასომთავრულის კოლხიდან, იმიტომ რომ გავშიფრეთ და მივხვდით რა წერია შიგნით. მოკლედ წავედი ახლა მეც მაგარი დავიღალე, ხო? ბორბალიდან, ბორბალი. ბორბალოა სხვათა შორის, სანამ ფონიჭალოს რო გამოივლი, ხო? გამოივლი კუმის, ჯერ გამოივლი თელეთს, მერე კუმის, აქ დაწყობილი არის სულიწმინდის გეგმა. თელეთი, მერე კუმისი, მერე კოდა, მერე ბორბალოა თუ არ ვცდები, ვაშლი ჯვარი თუ მუხათგვერდი, მუხათგვერდი კი არა და მუხიანი, თუ მუხრანი, რამდენი რამე უნდა დაიმახსოვროს ადამიანს. მერე მოდის უკვე ბორბალო, მერე მოდის ასურეთის დაჩები, მერე მოდის ასურეთი, მერე ასურეთის მერე უკვე ავდივართ კაბენზე. კაბასთან მიდივართ. მოკლედ სხვა დროსო, ხო? ერთი შესაძლებელია მე ვიცოდე სადაც არის, მაგრამ ვნახოთ. ჯერ არ ვიცი, და ზუსტებით ვერ ვიტყვი. მარნეული იქით არის. უნდა გადმოუხვიო კოდიდან. კოდიდან უნდა გადმოუხვიო ბორბალოსკენ. თეთრი წყაროსკენ და მერე მოხვალ ასურეთში. მე რაჭველი ვარ.
შენ სადავრი ხარ და რა ჭველი ვარ. ხო, საინტერესოა ხო მეგობრებო, ძალიან საინტერესო რაღაცეები გავხსენით ახლა და კარგად დაგვეჭინება. გაკოცით, წავედი. ძილნებისა. გახსენით სიტყვა, გახსენით, იმუშავეთ, ანბანი აიღეთ ხელში, ჩემს Facebook-ზე არის ყველა ანბანი მოთავსებული და ამობეჭდეთ, დახედეთ, იკითხეთ. მე მაგალითად დავდგები ხოლმე და ჩემ ბავშვებს რო ვასწავლი ანბან განდონ ენვინზენთან ინკარ ლასმან არონ ადრეც ხო გითხარით ამბავს ყვება მეთქი ეს ანბანი ამბავს ყვება და მე მეხსნება ხოლმე ანუ რაც უფრო მეტს წაიკითხავთ ხო თვითონ გიკავშირდება მე ის სულიწმინდა შენი გაწვდი იმას სიგნალს რომ მაინტერესებს და ის უკვე გიხსნის ხო და ამობეჭდეთ ეს ანბანი და წაიკითხეთ რა ხო და პირველად რაც გაგეხსნებათ ის შეიძლება მე მეორედ კიდე გაგეხსნათ სხვანაირად მესამედ კიდე გაიხსნას და იხსნას და ვარდივით რა გაიფურჩქნოს და პირველ წყაროს ანუ პირველად რაც გაგეხსნებათ იმას ნუენდობით კიდე ჩააკვირდით კიდე გამოიძიეთ მერე კიდე გაგეხსნებათ კიდე და ნელ-ნელა იხსნება ესე რა ამბავიო ხო სოფეხა ენამ თვითონ გამთქვა ხო მე კაზრეთელი ვარო ხო კაზრეთელი წავედით რომ მეძინება ახლა დავიყარე გაკოცეთ ბოლნისის რაიონია რას ფიქრობთ მარტო ქართულშია ეს ნახე მარტო ქართულში რატო არის გამართული იცი როდესაც მიიღეს ბაბილონის გოდოლი რო აშენდა ხო იქ ყველა ენებმა მიიღეს მონაწილეობა მარტო საქართველოს ენას არ მიუღია თურმე მონაწილეობა ესეც მეოფისგან გავიგე რა და ამიტომ ყველა ენა აერიათ დაამახინჯეს და იმიტომ მოხდა მე ალბათ ატლანტიდას ჩაძირვა იმიტომ მოხდა იმიტომ რომ ძალიან დაამახინჯეს და დაასახიჭეს და ეხლა აკეთებს მაგას ასანიშვილი მაგალითად და იმიტომ გაუბრაზდი დღეს და დამბლოკა ასანიშვილი აკეთებს ასახიჭებს ენას რა იმის მაგალითად აღადგინოს ასახიჭებს ამიტომ რას ფიქრობ მარტო ქართულშია ესეო და ხო მარტო ქართულშია ესე ეხლა იმიტომ რომ იმათ მაგ დაკარგეს სისტემა ყველა ენამ სისტემები დაკარგა ამ ენას ერთი ბეჭედი აქვს რომელიც იმ შვიდეულში არ კარგავს ეს ბეჭედს ვერ მოკლავენ ენა არის არსი თვითონ ენა ძალაა და ენა სული აქვს რა და ამას სულს ვერ გამოაცლიან ვერ მოკლავენ ეს ბეჭედი არ ტყია ამ ენას ჩვენს ენას ქართულ ენას ამენს ლადო ასათიანის ლექსია სიყვარულის ლექსის და ღმერთების ენა ხო დავისვენებ ახლა უჩა მადლობა რა გამიშვით თორე გაკოცეთ